გამყიდველი არის დაინტერესებული პირი და ყველა გამყიდველი, რა თქმა უნდა, აქებს თავის საკონელს, რაც არ უნდა უვარგისი იყოს. ამიტომ არასოდეს გამყიდველის არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. ეს აუცილებელი პრინციპია და აუცილებელია სწორი მიდგომა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განახორციელოს. თუმცა ხშირად ხდება, როდესაც ძალიან საჭირო და ძალიან კარგ ნივთზე გამყიდველი გვეუბნება უამრავ ტყუილს და არც ერთი ის თვისება, რასაც მიაწერს, გასაყიდ საქონელს არ აქვს, მაგრამ ამავე დროს ის საქონელი მაინც ძალიან კარგი და ძალიან საჭიროა, მაგრამ სულ სხვა მიზეზთა გამო. ეხლა სოფლის მეურნეობიდან მოვიყვან ორ მაგალითს. აი ქართულ Facebook-ზე აღმოვაჩინე, რომ საქართველოშიდაც შემოუყვანიათ ვიეტნამური ქოთნის მუცლიანი გოჭები და ღორები და ყიდიან მათ საკმაოდ ძვირფასად. და შეხედეთ, როგორ რეკლამას უკეთებს Facebook-ზე მისი გამყიდველი. ამ რეკლამამ განსაკუთრებით აღმაშფოთა, იმიტომ რომ პირდაპირ ზიანი შეიძლება მიაყენოს ყიდველის ჯანმრთელობას. აი, სიტყვასიტყვით ვკითხულობ. იყიდება ვიეტნამური ქოთნის მუცლიანი გოჭები და ბურვაკი, უქოლესტერინო დიეტური ხორცის ჯიში შეუძლია მიირთვას ინფარქტიანმა, ინსულტიანმა, შაქრიანმა, სიმსუქნისაკენ მიდრეკილმა წნევიანმა. ნუ რა უნდა ვთქვა ამაზე. თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის მამალი ტყუილი. საქმე რაშია? უყურეთ, ვიეტნამური გოჭი და ღორი თუ გაზარდეთ ჩვეულებრივად ფერმაში ან გამოკეტილი რაღაც გარკვეულ ფართობში და გამოკეტილი ეზოში, სადაც მას ძალიან მცირე საშუალება აქვს მოძრაობის, მისი ხორცი პრაქტიკულად არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ღორის ხორცისაგან. ხორცშიდაც ძალიან ბევრი ქოლესტერინია და არავითარ დიეტურობაზე იქ ლაპარაკი არ არის და არ შეიძლება იყოს. ვიეტნამურ ღორებს აქვს თავისი ბევრი უპირატესობა, რის გამოც ის ნამდვილად საინტერესო და კარგი ჯიშია. პირველ რიგში ეს არის ის, რომ მათი მოვლა არის ადვილი, რადგან საყურეს არ სვრიან მთლიანად. მარტო ერთი კუთხე აქვთ ტუალეტად გამოყოფილი, სადაც მოისაქმებენ განსხვავებით ჩვეულებრივი თეთრი ღორებისაგან. ამიტომ ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, სუფთები არიან, ბევრად ნაკლებად ავადდებიან. გარდა ამისა, მათი ხორცი დიეტური შეიძლება იყოს, მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში, თუ მათ გაუშვებს თავისუფლად და მას აქვს საშუალება, რომ იბალახოს. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივი ღორისაგან განსხვავებით ეს ძალიან ბევრ ბალახს ჭამს. ნუ ღორის ჭამს ცოტა ბალახს, მაგრამ ეს ბევრს ჭამს. და შეიძლება მისი საკვები რაციონის 50% ბალახი იყოს. ამიტომ ასეთი თავისუფლად გაშვებული, ანუ ტყეში გაშვებული ღორის ხორცი ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ თუ თქვენ ამის საშუალება არ გაქვთ, აზრი არ აქვს ამ ვიეტნამური ღორის ყოლას. ის მისი ხორცი ჩვეულებრივი ღორის ხორცისაგან განსხვავებული არანაირად არ იქნება. შემდეგ, იმის გამო, რომ ნაკლებად ჩიჩქნის ნიადაგს, ხომ? ამის გამო ის არ ეძებს, რასაც ჩვეულებრივი ღორები ეძებენ, ეს არის ირმის ტრუფელი. საქართველოშიდაც საკმაოდ გავრცელებულია. ხოლო ირმის ტრუფელი, ადრე მე მქონდა ვიდეო ამაზე, რადიოაქტიურ ნივთიერებებს ატომური ბომბების გამოსვლის შედეგად ნიადაგებში ქვევით ჩასულ სიღრმიდან იწოვს ამ რადიოაქტიურ იზოტოპებს. და ამიტომ, თქვათ, ტყის ღორის ხორცი ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მავნეა და საკმაოდ სახიფათოა. გერმანიაში დააწესეს კიდეც, რომ ნანადირევ ღორის ხორცს ჯერ რადიაციაზე ამოწმებენ ვეტერინარულ კლინიკებში და მხოლოდ შემდეგ იძლევიან მისი გამოყენების უფლებას, რომ დარწმუნდებიან, რომ ამ ღორმა არ მოიპოვა რადიაციით გაბერილი
ირმის ტრუფელის ტიპის სოკო. ასე რომ ვიეტნამურ ღორებზე შეიძლება ითქვას, უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. ის რომ დიეტურ ხორცად იქცეს ვიეტნამური ღორის ხორცი, ჯერ ერთი აუცილებელია რომ კანთან ერთად ცხიმი მთლიანად გავაცალოთ, კანქვეშა ცხიმი, იმიტომ რომ კანქვეშა ცხიმში იგროვებს და ეს ღორის ხორცი უნდა იყოს აუცილებლად ვიმეორებ ტყეში თავისუფლად გაზრდილი, თავისუფალ საბალახოზე და არავითარ შემთხვევაში გამოკეტილი ეზოში. მხოლოდ ამის შემდეგ კი ბატონო, ის იქნება ნაკლებად ქოლესტერინიანი, უქოლესტერინო არავითარ შემთხვევაში და შეიძლება ითქვას, რომ თქვათ დიეტურიც, მაგრამ აი მხოლოდ ამ პირობების დაცვით. ასე რომ თქვენ იყიდოთ ეს ვიეტნამური ღორის ხორცი, ვიეტნამური ღორი, ან თუნდაც ხორცი და ღორი გაზარდოთ ისე როგორც ზრდიან ჩვეულებრივ თეთრ ღორს, ვერავითარ შემთხვევაში დიეტურ ხორცს ვერ მიიღებთ. მეორე, ასეთი საინტერესო შემთხვევა ნახე ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდის. აი უყურეთ, ეს არის პლასტმასის კვერცხი და მისი მწარმოებელი, უпросто მწარმოებელი კი არა, გამყიდველი ინტერნეტ მაღაზიის მეპატრონე ამტკიცებს, რომ ეს კვერცხი მკვეთრად ზრდის კვერცხდებას, ის უნდა ჩაუდოთ ფრინველს საბუდარში და ასე ვთქვათ, კვერცხდება იზრდება. ესეც არის შეიძლება ითქვას, რომ მამალი ტყუილი. ერთი სიტყვა ამაში არ არის დასაჯერებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის უსარგებლო ნივთი, იმიტომ რომ მე ეს ვიყიდე არა ერთი, არამედ 30 ცალი გამოვიწერე, იმიტომ რომ ერთი ცალის რო გამომეწერა, მისი ფასი სადღაც 25 ლარამდე ადიოდა და 30 რო გამოვიწერე, თითოეულის ფასი 2 ლარამდე დაეცა. იმიტომ რომ ჯერ ერთი 10-ზე მეტ ეგზემპლარს უფრო იაფად ყიდა, მეორეს ეს ძალიან მსუბუქია და თქვა ტრანსპორტირება თითქმის იგივე ჭდებოდა ერთი ცალის და 30 ცალის. ამიტომაც თქვათ ესენი მე შევიძინე და ეხლა გეტყვით რაში გამოიყენება და რაში გამოდგება. თუ გახსოვთ, სოფლად ბებიები ხშირად ერთ ცალ კვერცხს სტოვებდნენ ბუდეში და ეძახოდნენ მძევალს. ეხლა რა ხდება, როდესაც აი ესეთ კვერცხს, ეს საკმაოდ კარგი იმიტაცია, თქვათ, კვერცხის, უბრალოდ ცოტა უფრო მსუბუქია კვერცხზე, მაგრამ ფერითა და ზომით ძალიან გავს ფრინველის კვერცხს, ქათმისას უფრო სწორად. ეხლა რაში გამოდგება ეს? თუ ასეთ კვერცხს ჩავტოვებთ ფრინველის ბუდეში და იქიდან არ ამოვიღებთ, ასეთ შემთხვევაში ქათმებს უჩნდებათ განცდა იმისა, რომ ეს ბუდე არის უსაფრთხო, რადგან იქ უკვე არის კვერცხი, ესე იგი მეცაკ უნდა დავდო. ქათამს აქვს ძლიერი ინსტინქტი, რომ დებს იქ, სადაც უკვე კვერცხია. და აი ეს პლასმასის კვერცხი ამ სიგნალს აძლევს ქათამს. ეხლა ასეთი რამ, თუ ქათმები დიდ ფართობზე გყავთ გაშვებული, ან ეზო ისეთია, სადაც ქათამი შეიძლება დაიმალოს და ფარულად დადოს კვერცხი, აი ესეთი კვერცხების საბუდარში გამოყენებით რეალურად მცირდება ქათმების დამალვა და კვერცხი იდება იქ, სადაც თქვენ ეს კვერცხი დაუდეთ. ეხლა მე ფრინველები ალბათ შესწრები ხართ ასეთ რამეს, რომ დადებული გაქვთ რამდენიმე საბუდარი, მაგრამ ქათმები რატომღაც ყველანი ერთსა და იმავეში დებს, არის რიგი ამ საბუდარში ჩაჯდომაზე, კაკანი, გნიასი, რომ შენ ამოდი მე დავჯდები და რაღაც ასეთი მხიარულება. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში ეს პლასმასის კვერცხი ძალიან გამოგადგებათ, ჩადებთ ყველა საბუდარში
და იქ სადაც არდებდნენ, იქაც დადებენ კვერცხს. ანუ ქათამი საბუდარში ბრუნდება და დაკარგული კვერცხების რაოდენობა მცირდება. გარდა ამისა, კვერცხის ჭამის ჩვევას ასე ვთქვათ, ამცირებს, იმიტომ რომ თუ კვერცხი შემთხვევით გატყდა და ქათამმა ის დაკენკა, ის მერე უკვე სწავლობს, რომ კვერცხი იჭმება და იწყებს ძალით გატეხვას და ჭამას კვერცხისას. მამლებს განსაკუთრებით ეხება ესა. ხოდა პლასმასის კვერცხი ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, აჩვევს ქათამს იმას, რომ ვერ წყდება და ეჩვევა ქათამი, რომ ეს არ იჭმება. განსაკუთრებით ახალგაზრდა ქათმებზე, ასე ვთქვათ, როდესაც ეს კვერცხი უდევს სამუდარში, ქათამმა უკვე იცის, რომ ასე ვთქვათ, აქ არის ადგილი და აღარ ეძებს სად დადოს კვერცხი. ასე რომ ეს უბრალოდ კვერცხიდებას კი არ ზრდის არავითარ შემთხვევაში. ეს უბრალოდ ზრდის დაგროვილი კვერცხების რაოდენობას და დაკარგულს ამცირებს შესაბამისად. გარდა ამისა ამცირებს ამცირებს სტრესს, ასე ვთქვათ, ქათმებისას, იმიტომ რომ საძებნის საბუდარი აღარ აქვს და ეხლა ორი სიტყვით იმაზე, რატომ ესეთი პლასმასის კვერცხი და არა ნამდვილი. ნამდვილი კვერცხი ბოლოს და ბოლოს დალპება, გაფუჭდება, მასში ასე ვთქვათ, ბაქტერიები გაიზრდება, რომელიც შემდეგ შეიძლება გადავიდეს სხვა კვერცხებზე, მღრღნელებს არ იზიდავს და ასე შემდეგ. ასე რომ ესეთი კვერცხი თითო საბუდარში ვიმეორებ, ძალიანაც კარგია. ყოველ დღე არ უნდა ამოვიღოთ. უბრალოდ თუ დაისვარა პერიოდულად უნდა გაიწმიდოს და მორჩა. ეხლა მე თვითონ 60 წელი მაქვს, ზოგიერთს ვაჩუქებ ასე ვთქვათ, ახლობლებს, ჩემთვის ახლობელ ფერმერებს და უბრალოდ ერთი წელი რო ჩავამეტანა და ის დაკარგული იყო, ასე ვთქვათ, ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო, ამიტომ წამოვიღე დიდი რაოდენობა, ცალი იაფი დაჭდა და ვიმეორებ 2 ლარზე ნაკლები გამოვიდა, აი მისი ღირებულება ერთი წალის, როცა ბევრი წამოვიღე და აღარ მეშინია რომ ეს გატყდება, ან დაიკარგება, ან რაღაც ამდაგვარი, ხოლო ამიტომ წამოვიღე. თუმცა ვიმეორებ, რომ გამყიდველი სრულიად შეგნებულად ამბობდა, ამოტყურის დარწმუნებული ვარ, რომ ეს კვერცხდებას ზრდის, არავითარ შემთხვევაში ეს კვერცხდებას არ ზრდის, მაგრამ ეს სულაც არ არის უსარგებლო ნივთი ისეთი ადამიანისათვის, რომელიც ეწევა მეფრინველეობას. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.